დღეს შევიკრიბეთ საქართველოს საზოგადოებრივი წარმომადგენლები, ძალიან ცნობილი ხალხი, ექსპერტები, იმისათვის რომ ვიმსჯელოთ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რომელიც დგას საქართველოს წინაშე. ჩვენ ყველა მეზობელთან გვაქვს პრაქტიკულად კარგი ურთიერთობები ერთის გარდა, რუსეთის ფედერაციის გარდა, იმ ქვეყანასთან არ გვაქვს ურთიერთობები, რომელიც არის ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ძლიერი ქვეყანა, რომელზეც არის დამოკიდებული, რომელთან ურთიერთობაზეც ჩვენი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს აი ამ პრობლემას, ამ პრობლემის გარშემო და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ ხელმოწერების კამპანია საქართველოს მოსახლეობაში, სხვადასხვა რეგიონებში ელექტრონული სახით და მივმართოთ საქართველოს მთავრობას დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიალოგის დაწყებას და შემდეგ უკვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ისტორიული სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენას საქართველოსთვის ესე იგი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მე ვიტყოდი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმის ფონზე, რომ ესე იგი დასავლეთში, რაც კრიზისი არის მოსალოდნელი, ამის ფონზეც პლუს ამას დამატებული, უნდა შევხვდეთ ამ ყველაფერს რუსეთთან ერთად სამოკავშირეო ურთიერთობა. ამის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება და აღმოჩნდებით იმის წინაშე, რომ შეიძლება საქართველოს დაკარგოს სახელმწიფოებრივობაც კი.